თუ დილით იღვიძებ მეგობარო და პირველი აზრი გაქვს თამაშზე, სასმელზე, ნარკოტიკზე, ეს სამწუხაროდ უკვე პრობლემა არის. დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში მაშინ იწყება, როდესაც დილით იღვიძებ და პირველი აზრი გაქვს, როგორ მოიხმარო, ვინ მოატყუო, საწახვიდე. დამოკიდებულება მეგობრებო იწყება მაშინ, როდესაც შვილს მიარბენინებს სწრაფად სკოლაში ან ბაღში, არა იმიტომ, რომ არ დააგვიანდეს, არამედ იმიტომ, რომ შემდეგ სადღაც მანქანა გადააყენო, სადმე ისეთ წყნარ ადგილას და სავარძელი გადაწიო ესე უკან და სლოტები ითამაშო. ან იმიტომ მიარბენინებ, რომ იქ ჩაждე, აი სადაც არ უნდა დააგვიანო. ამიტომ მეგობრებო, დამოკიდებულება არ არის მდგომარეობა, როდესაც აი უკვე ყველაფერი დაკარგე, ფინანსები დაკარგე, ოჯახი დაკარგე, ჯანმრთელობა დაკარგე. ეს არის დამოკიდებულებისგან და მოხმარებისგან გამოწვეული შედეგი. ხო, რომ თვითონ დამოკიდებულება არის მეგობრებო, როდესაც პრიორიტეტი დილიდან გაღვიძებიდან პრიორიტეტი ხდება თამაში, სასმელი, ნარკოტიკი, თუნდაც რომ ოჯახის წევრები გვერდით ჩავწიოთ, თუნდაც საკუთარ თავსაც კარგავ, ხო, იმ კუთხით, რომ ზრუნვასაც წყვეთ საკუთარ თავზე. შეიძლება ესე ორი თვითით ამოიწმინდო თვალები და, რა ვიცი, ნარკოტიკი მოიხმარო ან დალიო, ან ითამაშო. ან შეიძლება გავიდეს ერთი კვირა, რომ საერთოდ არ დაიბანო, საერთოდ არანაირი ვარჯიშით არ იყო დაკავებული, ანუ შენი სხეული ჩათვალე, ანუ კორტიზოლი გაქვს მომატებული, წონაში ხარ მომატებული, გადაადგილება გიჭირს იმ კუთხით, რომ ანუ არ შეგიძლია რის ხარჯზე უნდა კონდეს შენ სხეულს ენერგია. მოკლედ მეგობრებო, დამოკიდებულება არის მდგომარეობა, როდესაც დილიდან გიწყვიტავს, ანუ სწრაფად როგორ მიაწოდო სიამოვნება და საერთოდ არ აინტერესებს ეს ოჯახის ფასად დაგიждდება, ფინანსების ფასად თუ შენი ჯანმრთელობის ფასად. მე გისურვებთ მეგობრებო, ყველას მშვიდ და პროდუქტიულ დღეს. მადლობა.